მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს მშვილდოსნებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს. ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების ოთხიანი, თებერვალს საკმაოდ თავშეკავებულად და მოზომილად გაივლით. ეს პერიოდი თქვენთვის იქნება დაფიქრების და საკუთარი რესურსების მეტი სიფრთხილით მართვის პერიოდი. შინაგანად შეიძლება გქონდეთ სურვილი, რომ არ დაკარგოთ რაც უკვე გაქვთ მოპოვებული, იქნება ეს მატერიალური სტაბილურობა, სოციალური სტატუსი, პირადი ურთიერთობები თუ საკუთარი შინაგანი ძალების კონტროლი. ეს თითქოს გიბიძგებთ, რომ ჯერ შეინარჩუნოთ, დაიცვათ, გაამყაროთ ის საფუძველი, რომელზეც დგახართ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროთ გაფართოებაზე. ეს ენერგია მიგითითებთ, რომ ახლა არ არის სწრაფი და სარისკო მოქმედებების დრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ უსაფრთხოების საკითხებს, საკუთარი საზღვრების დაცვას და პასუხისმგებლობების გააზრებას. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ წინსვლისთვის და განვითარებისთვის საჭიროა რაღაცის გაშვება, რაღაცაზე უარის თქმა, მაგრამ ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ამის გაკეთება. არა სიჯიუტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გამოკვეთილი მომავალი, საით მიდიხართ და არ გაქვთ ნდობა ბუნდოვანი მომავლის მიმართ. გირჩევთ მეტად კონცენტრირდეთ ბალანსზე, გარკვეულ წონასწორობაზე და მეტი დრო დაუთმეთ იმის გააზრებას, რისის შენარჩუნება ღირს და სად სჯობს ზედმეტი კონტროლის შემსუბუქება. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების მეფე, საკმაოდ ცივი და რაციონალური ენერგიის ბარათია. თებერვალში მოგინდებათ თქვენი პირადი ცხოვრების გააზრება, დალაგება და მართვა. ნაკლებად იმოქმედებთ ემოციური იმპულსებით და უფრო მეტად დაეყრდნობით ლოგიკას, ანალიზს და მკაფიო ხედვას. ამ პერიოდში შეძლებთ საკმაოდ რთული, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას, გაგჩნდებათ სურვილი წინასწარ განჭვრიტოთ გარკვეული სამომავლო პერსპექტივები და აღარ დაიტოვოთ ბუნდოვანი თემები. იქნებით უფრო მკაცრი, მომთხოვნი და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული პირობებიც კი წაუყენოთ საკუთარ თავს ან პარტნიორს. წყვილებისთვის ამ პერიოდში შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული სიშორე. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ დონეზეც, თუმცა უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდება როგორც ემოციური დისტანცირება, როცა გრძნობებზე საუბარს ჩაანაცვლებს სტუმილი და საკუთარ თავში აზრების დალაგების პროცესი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების დედოფალი. თებერვალში თქვენთვის მეტად გააქტიურდება ემოციური სიღრმე და თანაგრძნობის უნარი. შესაძლებელია ურთიერთობაში გახდეთ უფრო რბილი, დიპლომატიური, მიმღები. გაგიჩნდეთ სურვილი, რომ არა მხოლოდ თქვათ საკუთარი სიმართლე, არამედ მოისმინოთ კიდეც სხვისი. და არა მხოლოდ დაალაგოთ ურთიერთობის გარკვეული ასპექტები, არამედ იგრძნოთ კიდეც პარტნიორის შინაგანი განწყობები და მოთხოვნილებები. ამ პერიოდში მზად იქნებით მხარდაჭერისთვის, გულისხმიერებისთვის, შინაგანი სიახლოვის გაძლიერებისთვის და აქ არ გულისხმობ სენტიმენტალურ გადაჭარბებას, საუბარია უფრო მშვიდ, მომწიფებული სითბოს გამოხატვაზე ურთიერთობაში, რომელიც ნდობისა და სიმშვიდის ატმოსფეროს შექმნის ორივე მხარისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დაკარგოთ საკუთარი საზღვრები, არ დათმოთ საკუთარი ინტერესები და დაიცვათ საკუთარი შეხედულებები. თქვენ შეძლებთ თანაბრად შეინარჩუნოთ პირადი სივრცეც და ურთიერთობის ემოციური სიღრმეც. მათთვის, ვისაც გაქვთ გარკვეული დაძაბულობა, სიცივე ან დისტანცია პარტნიორთან,
თებერვალში შეძლებთ ამ სირთულეების ეტაპობრივად გადალახვას, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სტაბილურობა მოვა ურთიერთობაზე პერმანენტული ზრუნვით და არა რაიმე ერთჯერადი მოქმედებით ან ჟესტით. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, პირველი მაღალი არკანი მაგი, ამ პერიოდში გახდებით მეტად ინიციატივიანები და გექნებათ მეტი თვით გამოხატვის სურვილი. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ მოგბეზრდათ მოლოდინი და გაგიჩნდეთ სურვილი თავად განსაზღვროთ, რა მიმართულებით გინდათ განავითაროთ საკუთარი პირადი ცხოვრება. ეს პერიოდი მოგცემთ შინაგან ბიძგს, რომ უფრო მკაფიოდ გამოხატოთ საკუთარი თავი, სიტყვით, ქმედებით, არჩევანით. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა დაიწყოთ სწორედ თქვენი აქტიურობის, ინტერესის გამოხატვის ან გულწრფელი კომუნიკაციის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტიურობის პროცესში შეინარჩუნოთ ზომიერების შეგრძნება, წინასწარ განსაზღვროთ, რა მოლოდინები გაქვთ, რას გინდათ მიაღწიოთ და რის ფასად. მაშინ თქვენი ინიციატივა აღარ იქნება ქაოსური, იმოქმედებთ უფრო გააზრებულად, მიზანმიმართულად და საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით. ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, თასების ტუზი, შემოქმედებითი ენერგიის ძალიან პოზიტიური ბარათია. ამ პერიოდში გაგიჩნდებათ მოტივაცია და სურვილი, რომ რასაც აკეთებთ იყოს არა უბრალოდ ვალდებულება, არამედ მოქონდეს გარკვეული ემოცია თქვენთვის. შინაგანად გეხებოდეთ და გავსებდეთ. ეს ბარათი ასევე შესაძლებელია გულისხმობდეს ახალ იდეას, ახალ მიმართულებას ან შთაგონების დაბრუნებას იქ, სადაც ადრე ინერციით მოქმედებდით. შესაძლებელია გაგიჩნდეთ მნიშვნელოვანი შეკითხვა, რამდენად გაკმაყოფილებთ თვითრეალიზების ის გზა, რომელსაც მიუყვებით და ეს კითხვა არ იქნება რიტორიკული ან თვითკრიტიკისთვის დასმული. არამედ მას ექნება, ასე ვთქვათ, გამწმენდი ფუნქცია, რომ სწორად გაფილტროთ თქვენი აზრები და მკაფიოდ დაინახოთ ნამდვილი სურვილები. ბუნებრივია, ამ პერიოდში არ იქნებით განწყობილი წახვიდეთ რისკზე და გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, მაგრამ ემოციურ დონეზე ნამდვილად იგრძნობთ სიახლეების სურვილს და განახლებისთვის საჭირო შინაგან რესურსსაც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების ორიანი, საქმეებით დატვირთული პერიოდი გელით, მოგიწევთ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში ერთდროულად მოგიწევთ ბევრ საკითხზე ზრუნვა. ეს პერიოდი ასევე გამორჩეული იქნება სწრაფი ცვალებადობით, არასტაბილურობით, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ შესაბამისი სამუშაო განწყობა, იპოვოთ შინაგანი ბალანსის მდგომარეობა, აღიჭურვოთ მოთმინებით, იყოთ მეტად მოქნილები და გამოავლინოთ ადაპტაციის საუკეთესო უნარები. ასევე შეეცადეთ მოთოკოთ ემოციები, მაშინაც კი თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გაიხსენოთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მიყევით საქმეების შესრულებას თანმიმდევრობით და არ გაფანტოთ საკუთარი ენერგია ფუჭად. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ საბოლოო ჯამში ყველა საქმეს შეასრულებთ, ყველა საკითხს მოვაგვარებთ და თუ სადმე პრობლემა წამოიჭრება, ნაკლებად მტკივნეულად შეძლებთ მათ მოგვარებასაც. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების ცხრიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია იგრძნოთ, რომ ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ თითქოს ფარხმალი გაქვთ დაყრილი. გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენი კომპეტენციის და მოთხოვნების შესაბამისი სამსახური ან საერთოდ არ არსებობს, ან რაც არსებობს უკვე დაკავებულია. ეს მდგომარეობა ბუნებრივია, თუ კი დიდი დრო და ენერგია გაქვთ დახარჯული ძიებაში და შედეგი აქამდე არ დამდგარა. თუმცა სწორედ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არ გაჩერდეთ, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ თქვენ იმ ზღვართან ხართ, სადაც დანებება ყველაზე ნაკლებად არის მიზანშეწონილი, პირიქით, ეს ის მომენტია, როცა ბოლო ძალისხმევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თებერვალი მოგცემთ შანსს, რომ შეცვალოთ ვითარება თქვენი აქტიურობით,
გამოიყენეთ ყველა საჭირო კონტაქტები, თამამად შესთავაზეთ საკუთარი თავი დამსაქმებლებს და არ მოგერიდოთ თქვენი გამოცდილებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა. მართალია შედეგი შეიძლება დაუყოვნებლივ არ დადგეს, მაგრამ ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები საბოლოო ჯამში აუცილებლად მიგიყვანთ დასახულ მიზნამდე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 6-იანი, თებერვალში მოგეცემათ შესაძლებლობა მეტად გამოჩნდეთ, მოიპოვოთ აღიარება და თქვენი შრომის გარკვეული შედეგებიც დააფიქსიროთ. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა უფრო შესამჩნევი ხდება, თითქოს გარემო იწყებს უკავშირს და გიფასდებათ ის დრო და ენერგია, რასაც დასახული მიზნების მიღწევაში დევდით. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას უფრო მკაფიოდ გამოკვეთოთ თქვენი როგორც ლიდერის, ინიციატორის, მიმართულების გამსაზღვრელის როლი, შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამასთან ერთად გაიზრდება ნდობაც, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე გარემოს მხრიდანაც. ბარათების ასეთი კომბინაცია მიგითითებთ კონტროლისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზეც. გახსოვდეთ, რომ წარმატება მოდის მაშინ, როდესაც მიღწეულს აფასებთ, უფრთხილდებით და არ აჩქარებთ პროცესებს ზედმეტი რისკით. თქვენ შეძლებთ წინსვლას არა ხმაურით, არამედ მიღწეული შედეგებით და მშვიდი თავდაჯერებულობით. და თუ აქამდე გქონდათ განცდა, რომ ბევრს აკეთებთ და ნაკლებად ჩანს, თებერვალში შესაძლებელია ეს დინამიკა შეიცვალოს და თქვენი საქმე უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს იმ ფორმით, როგორცაც ელოდით. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, თებერვალში ფინანსებთან მიმართებაში საჭირო იქნება გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა, გადახედოთ საკუთარ ბიუჯეტს, მოაწესრიგოთ ფულთან დამოკიდებულება და შექმნათ მკაფიო სტრუქტურა. ნაკლები სპონტანურობა, მეტი კონტროლი და გრძელვადიანი ხედვა. ეს პერიოდი გიფიძგებთ თავად აიღოთ მართვის სათავეები ხელში და მიიღოთ მხოლოდ წინასწარ კარგად გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ასეთი მიდგომით შესაძლებელია მიზნად დაისახოთ დიდი შენაძენის გაკეთება და ამისთვის დანაზოგის დაგროვების მეთოდი შეიმუშაოთ, პოზიტიურად განახორციელოთ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები, ყიდვა-გაყიდვა, კრედიტის აღება, ინვესტიციები და ასე შემდეგ. თავარია არ იჩქაროთ და დაფიქრებულად გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების 7-იანი. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გეძლევათ მრავალი შესაძლებლობა განვითარებისა და წინსვლისთვის, მაგრამ შესაძლებელია სწორედ ამ არჩევანის სიმრავლე გაბნევდეთ კიდეც და ეს დაბნეულობა გაფერხებდეთ, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. გაიაზრეთ, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებთ, გამოდით ამ ილუზიიდან, თქვენი ცხოვრებისეული გამოწვევებიდან გამომდინარე განსაზღვრეთ რა არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და იმოქმედეთ თანმიმდევრულად. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი მშვილდოსნებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ კი თვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.